ეს შეკითხვა დღეს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში ბევრჯერ დაისვა. აქ მოქალაქეთა ნაწილი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მიზნით მივიდა. იმუნიზაციის პროცესი დილის 10 საათზე დაიწყო და დღის პირველი საათისთვის უკვე 70-მდე ადამიანი იყო ვაქცინირებული. კიდევ 20-ზე მეტი კი რიგში. თქვენ ბიძადებით მითხარით? დებურ ნემსაძე უკვე წლებია ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის სურვილს გამოთქვამს. წელსაც ასე იყო და ის ერთ-ერთი პირველი იდგა ვაქცინაციის დაწყების დღეს იმუნიზაციის კაბინეტთან. შხლეტის ხوارგეშინია. აი ვაქცინას მეკეთებიან ამ ადგილას. ყოველწლიურად დავდივარ შემოდგომაზე 15 ოქტომბრიდან იწყება სეზონი და მაშინათო და კონტროლზე ვარ. და დაურიგე ჯამდაცვალსა და მითხრა მიბზანდიო ხარისხი მაღალია შემოტანილი და გაიკეთო. უკვე მე რამდენია წელი რაც ეს გამოვიდა ეს სასწრები ვიკეთებ და გრიპი რა არის არ ვიცი, გაცემა რა არის და სისხლი არ დამართია. ჩემთან ყველა ავადდებია სასწრები ბავშვები და ისინი და რა ვიცი ჯერჯერობით კი ვარ და უფასო ვაქცინაცია საქართველოში ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, 60 წელს გადაცილებულთათვის, ორსულებისთვის, პედაგოგებისთვის, თავშესაფრების ბენეფიციარებისა და მომვლელებისთვის და მედიცინის წარმომადგენლებისთვისაა ხელმისაწვდომი. დღეს აცრის პუნქტს ექიმებიც ხშირად სტუმრობდნენ. ველოდებოდი სულ მოვთქველად ვაქცინას. ყოველ წელიწადს ვიცრები, რაც შემოვიდა გრიპის ვაქცინა, ვთვლი ასევე ოჯახის წევრებს, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვაქცინა არის, რაც შემოდის ყოველწლიურად სახელმწიფოში და სიამოვნებით ვიკეთებთ ამ აცრას. მყავს ბაღის ასაკის ბავშვები და მოგეხსენებათ ბაღში რამდენად გავრცელებულია ხოლმე და მარტივად ვრცელდება ზოგადად ბაღის ბავშვებში, შესაბამისად მათაც ვუკეთებ აცრას, რომ ვიყოთ მაქსიმალურად დაცულები. მედიცინის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გრიპის ვაქცინების მრავალწლიანმა გამოყენებამ მათი მაღალი უსაფრთხოება და ეფექტიანობა კარგად აჩვენა. მათი თქმით, ვაქცინაციის შემთხვევაში გრიპით ავადგახდომის რისკი საგრძნობლად იკლებს, ხოლო მძიმე გართულებებისა და მათ გამო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი თითქმის არ არსებობს. გამოცდილების მიხედვით შემიძლია გითხრათ, რომ გრიპის ვაქცინას აქვს ძალიან მაღალი ეფექტურობა. ის გამოიმუშავებს აცრის შემდეგ ადამიანის სპეციფიურ ანტისხეულებს, ვაქცინას ახასიათებს ზოგადი იმუნიტეტის წამოწევაც. კონტინგენტი ჩვენი იმდენად კმაყოფილია გრიპის ვაქცინაციით, რომ ძირითადად ყოველწლიურად გვაკითხავენ განმეორებითი აცრისთვის. განსაკუთრებით რისკ ჯგუფებს ეხება ეს საქმე. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული 4 კომპონენტიანი ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომლებსაც გრიპის სეზონზე საქართველოში ელოდებიან. ანანო ყუდუშაური, ევრონიუს ჯორჯი.